ასეთი გმირული ფაქტი არსად დაფიქსირებული, არც ერთ ეპოქაში, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ იმპერიაში რა. ჰოლივუდშიც კი არ მოუვიდათ აზრად, თორე ისეთი ფილმები გადაიღეს, სამეფო კარის თამაშები, ბეჭდების ბრძანებელი და ასე შემდეგ. იქ გამოიყენებდნენ აუცილებლად მაგ სცენას. რო სცოდნოდათ ეს ამბავი, გამოიყენებდნენ. უბრალოდ თვითონ ვერც გაუაზრებიათ ეს როგორ შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და მოაფიქრდეს რა. იოთამ ზედგენიძეს გმირობაზე მაქვს საუბარი. გმირობა კიდე მარტივი სათქმელი არა ამქვეყნიური ამბავი არის, ხო? იოთამ ზედგენიძე ეუბნება გიორგი მერვეს, რომ ამაღა მოკვლას გიპირებენ კარავში. ღალატი არის ჩვენს ბანაკში. არ დაუჯერა გიორგი მერვემ. უთხრა რომ ეს ყველაფერი შენი ეჭვიანობის ნიადაგზე მოგდისო. მაშინ თხოვ ამაღამ შენს კარავში მე დავიძინებ და შენ დაიძინე ჩემს კარავშიო. დათანხმდა ამ წინადადებაზე და მართლაც მართალი აღმოჩნდა იოთამ ზედგენიძე იმ ღამეს მოღალატეებმა მეფის მაგივრად მოკლეს იოთამი. ელოდებოდა მთელი ღამე მოღალატეებს, გარდაუვალი სიკვდილი ელოდა იცოდა, მაგრამ იყო ამაზე წავსვლილი. მეფე დარწმუნებული იყო, რომ ღალატი იყო მის ბანაკში. მომავალში ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა იოთამ ზედგენიძე.